ქუთაისში მერვე მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა შედგა. ქუთაისის მერვე მოწვევის საკრებულოში 25 ახლად არჩეული წევრიდან 22 მანდატი ქართულ ოცნებას ეკუთვნის, 3 კი ოპოზიციას. ლელოს, გირჩის და გახარიას პარტიას თითო მანდატი ერგოთ, თუმცა პირველივე სხდომას მხოლოდ ერთი ოპოზიციური პარტიის, გირჩის წარმომადგენელი ესწრებოდა. პირველ რიგში ოპოზიციიდან მხოლოდ 3 წევრი ვართ, რაც ძალიან მცირე არის ჩვენი წარმომადგენლობა საკრებულოში იმისათვის, რომ რაღაცა მნიშვნელოვანი პროექტებში მხარდაჭერა მოვიპოვოთ, მაგრამ მე პირადად ყველანაირად ვეცდები, რომ ქართულ ოცნებასთან თანამშრომლობით ქუთაისელების უკეთესი მომავალი შექმნა. ვფიქრობ, რომ რაღაცა წინადადებები და იდეები გვექნება პროცესების განმავლობაში და ამ პროცესებში მხარდაჭერის იმედი გვაქვს. ასევე თუ რაიმე კარგი წინადადება იქნება ქართული ოცნების დეპუტატების მხრიდან წარმოდგენილი, აუცილებლად მას ხარს დაუჭერ და ვიმუშავეთ მათთან ერთად. ჩვეულებრივი პროცესი მიმდინარეობს სამუშაო, რომელშიც გირჩის წარმომადგენელი აქტიურად იქნება ჩართული და სხვა წევრებთან დაკავშირებით ინფორმაცია არ მაქვს. მოგვიანებით პოსტი გაავრცელა პარტია გახარიას საქართველოსათვის სიის პირველმა ნომერმა ელეონორა არჩაია. დღეიდან დაიწყო ქუთაისის მერვე მოწვევის საკრებულო მუშაობა. ჩემთვის პატივი და დიდი პასუხისმგებლობაა კიდევ ერთხელ წარმოვადგენდე ქუთაისელი მოსახლეობის ინტერესებს ქალაქის საკრებულოში. აქტიურად გავაგრძელებ თქვენი პრობლემების გაჟღერებას და მათი მოგვარებისთვის ბრძოლას. დავაყენებ ქალაქისთვის მნიშვნელოვან ინიციატივებს. მეტად კრიტიკული ვიქნები მერიის და საკრებულოს ზედამხედველობის მიმართ. შეგხვდებით და მოგისმენთ ყველას, ვისაც ამის სურვილი გექნებათ. დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ თითოეულ ამ მომრჩეველს, რომლებიც მიუხედავად არასამართლიანი გარემოს მოხვედით და თქვენი პოზიცია დააფიქსირეთ ოცნების ხელისუფლების წინააღმდეგ. მადლობა გახარია საქართველოსათვის ქუთაისის საუკეთესო გუნდს, რომელმაც დაუღალავი შრომა და ენერგია ჩადო საერთო საქმეში და არც ერთი წამით დაუხევია უკან. ჩემი საქმიანობის მიზანი ყოველთვის ერთ გულწრფელად და დაუღალავად ვემსახურო ჩვენს მოსახლეობას და ჩემი წვლილი შევიტანო მათი ცხოვრების გაუმჯობესებაში. რაც შეეხება ძლიერის საქართველოს სიის პირველ ნომერს ალექსანდრე მიქაუტაძეს მან პარტია დატოვა. როგორც მიქაუტაძემ მეგატივთან საუბრისას აღნიშნა, ის საკრებულოში მუშაობას გააგრძელებს დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსის სახით. საკრებულოს პირველ სხდომაზე ხმათა უმრავლესობით აირჩია საკრებულოს თავმჯდომარე და მისი მოადგილეები. საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობას მომდევნო 4 წლის განმავლობაში ქუთაისის ყოფილი მერი გიორგი ჭიღვარია დაიკავებს, ხოლო მისი მოადგილეების მოვალეობას მარეხი ნიჟარაძე, ამირან კოპალეიშვილი და ლაშა გვენეტაძე შეასრულებენ. პირველ რიგში მინდა მადლობა გადაუხადო მერვე მოწვევის საკრებულოს წევრებს, ასევე მინდა გაწეული სამსახურისათვის მადლობა გადაუხადო მეშვიდე მოწვევის საკრებულოს წევრებს. 2025 წლის 4 ოქტომბრის არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა საქართველოში, მთლიანად სრულად საქართველოში ქართულმა ოცნებამ და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, მაღალი ლეგიტიმაციით მივიღეთ ჩვენ ხალხის ნდობა, რაც კიდევ უფრო მეტ პასუხისმგებლობას გვაკისრებს ჩვენი ქალაქების განვითარებისათვის, რომ მაქსიმალური გავაკეთოთ სწრაფ ტემპებში. ვეცადოთ, რომ განვავითაროთ თვითმმართველობაში და მოვაგვაროთ თვითმმართველობაში არსებული პრობლემები. ასევე მნიშვნელოვანია პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილება ბიუჯეტის განკარგვასთან დაკავშირებით გამჭვირვალეობაზე, რაც ჩვენთვისაც მაგალითი იქნება და თვითმმართველობა მაქსიმალურად ეცდება, რომ ჩვენი ქალაქისათვის და თანამოქალაქეებისათვის დახარჯული თანხები მაქსიმალურად გამჭვირვალედ იქნეს გამოყენებული. ქუთაისში მიიღო დიდი ლეგიტიმაცია და ამდენი ამხელა მხარდაჭერა. ეს არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და მაქსიმუმს გავაკეთებთ აღმასრულებელ ხელისუფლებასთან ერთად მთელი გუნდი ერთიანად გუნდურად და ერთობით, რომ ქალაქის განვითარებას და კიდევ უფრო მეტ განვითარებას და უფრო კარგ პროექტებზე ვიმუშაოთ, მაქსიმალურად გავაკეთოთ ის, რაც ჩვენ მოსახლეობას აწუხებს, სჭირდება, ქალაქს სჭირდება განვითარებისთვის კიდევ უფრო მეტად და ამავე დროს აუცილებლად ვიქნებით ძალიან ახლოს მოქალაქეებთან, რადგან მათი ჩართულობა არის ძალიან მნიშვნელოვანი ქალაქის განვითარებაში. ქალაქში ხელშესახებ ცვლილებებს პირდებიან ქართული ოცნების დეპუტატები ქუთაისელებს. მინდა ქართულ ხალხს ძალიან დიდი მადლობა გადაუხადო და განსაკუთრებით ჩვენი ქალაქის მოსახლეობას ძალიან მაღალი ლეგიტიმაცია, როგორც საკრებულოს მიმართულებით, ისევე მერის მიმართულებით და რა თქმა უნდა მაქსიმალურს გავაკეთებთ, რასაც ვაკეთებდით 2012 წლიდან, ისე გავაგზავნეთ მაქსიმალურად ჩვენი ქალაქისთვის, კეთილდღეობისთვის ზრუნვა და ჩვენი ხალხისთვის ზოგადად. მინდა მადლობა უთხრა მოსახლეობას, ჩემს ამომრჩეველს ამ მანდატით ნდობისთვის,
და ამ პროცენტით საკრებულოში ქართული ოცნების წარმოდგენა ნიშნავს იმას, რომ ჩვენ მეტი საშუალება გვექნება, რომ ამ 4 წლის განმავლობაში უფრო მნიშვნელოვანი საქმეები გავაკეთოთ და 4 წლის შემდეგ ქალაქში იქნება ხელშესახებით ცვლილებები, ასე რომ ძალიან ბევრი სასიკეთო საქმის გაკეთებას ვაპირებ. მერვე მოწვევის საკრებულოს ხდომას ესწრებოდა ქუთაისის მერი დავით ერემეიშვილი. მან დეპუტატებს არჩევა მიულოცა და ქუთაისელებს მადლობა გადაუხადა გამოცხადებული ნდობისათვის. პირველ რიგში კიდევ ერთხელ მინდა ქუთაისს მადლობა გადაუხადო გამოცხადებული ნდობისათვის და ქუთაისმა და მისმა მოსახლეობამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ირჩევს მშვიდობას და ქუთაისის უკეთეს განვითარებას. ასევე მადლობა მინდა გადაუხადო წინა მოწვევის საკრებულოს დეპუტაციას, რომელთანაც ერთად ძალიან ბევრი საინტერესო პროექტი განვახორციელებთ ქალაქში. ულოცავ დღევანდელ დღეს ახალ შეკრებილ საკრებულოს დეპუტაციას. დიდი იმედი მაქვს იმისი, რომ მთელი ამ 4 წლის განმავლობაში ჩვენ ძალიან ბევრს და საინტერესო და მნიშვნელოვან პროექტებს განვახორციელებთ ქალაქ ქუთაისისათვის. რაც ჩვენი დაპირება იყო ჩვენი მოსახლეებისათვის, ერთხელ პირდებით, რომ მაქსიმალურ უმოკლეს დროში ყველა ის პრობლემა გადაიჭრა. 4 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ქუთაისში ქართულმა ოცნებამ 36247 ხმა მიიღო. პარტია გირჩმა 2661, ლელომ 2659, ხოლო პარტიამ გახარია საქართველოსათვის 2114. ქუთაისში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში 8 პარტია იღებდა მონაწილეობას. ქუთაისის მერმა დავით ერემეიშვილმა ახალი მოადგილეები წარადგინა. მერიის ინფორმაციით გიორგი ცხაკაიას მერის პირველი მოადგილის საკურატორო სფერო სივრცის დაგეგმარების, ძეგლთა დაცვისა და სამშენებლო ნებართვების, მუნიციპალური და საბინაო ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურები და სპორტული დაწესებულებები იქნება. შალვა მშვილდაძეს სახელმწიფო კერძო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. 2017-2021 წლებში იყო ბაღდადის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე. 2022 წლიდან დღემდე მუშაობს საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის ფინანსურ დეპარტამენტში. მერის მოადგილე ყურჟებას გაუწევს სოციალურ და ჯანდაცვის სფეროებს, იმერეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციას, ბაგაბაღების გაერთიანებას, კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანებას, საჯარო ბიბლიოთეკას და ბოტანიკურ ბაღს. მერის კიდევ ერთი მოადგილის დავით ნიშნიანიძის საკურატორო მიმართულებებია საფინანსო პოლიტიკა, ეკონომიკური განვითარება, ქონებისა და ტრანსპორტის მართვა, სპეციალური სერვისები, ქუდგანათების სერვისი, პარკინგ სერვისი. დავით ერემეიშვილმა საპასუხისმგებლო თანამდებობებზე დანიშნა მიულოცა მოადგილეებს და მასშტაბურ პროექტებზე ისაუბრა, რომელთა განხორციელება ქუთაისში უკვე დაწყებულია. საქართველოს პროკურატურის თანამშრომლებმა პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონო მოპოვების, შენახვის და 14 წლის ასაკს მიუღწევლის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. თბილისის პროკურატურის პირადი ცხოვრების ხელყოფის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული სოციალური ქსელის ინსტაგრამის მეშვეობით აწარმოებდა მიმოწერას 13 წლის არასრულწლოვანთან, რა დროსაც მუქარისა და იძულების შედეგად მოიპოვა და ნებართვის გარეშე ინახავდა დაზარალებულის პირადი ცხოვრების საიდუმლოს შემცველ ინტიმური შინაარსის ფოტო-ვიდეო მასალას და არასრულწლოვანს ურთიერთობის გაგრძელების მიზნით აღნიშნული მასალის გავრცელებით ემუქრებოდა. ასევე ბრალდებული დაზარალებულთან მიმოწერის დროს არასრულწლოვან სექსუალური კონტაქტის დამყარებას სთავაზობდა და სექსუალური კონტაქტის ფორმებზე ესაუბრებოდა. დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ცეცხლსროლი იარაღის და საბრძოლო მასალის, ასევე ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა შენახვის ბრალდებით წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლები ერთი პირი დააკავეს. პოლიციამ ბრალდებული საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად პისტოლეტი, რევოლვერი და 28 საბრძოლო ვაზნა ნივთმტკიცება დამოიღო. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ასევე ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინი. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა თბილისში ბრალდებულის პირადი და დროებით საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცება დამოიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით სარეალიზაციოდ დაფასებული ნარკოტიკული საშუალება მეტადონი. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ასევე დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით წარსულში
პერიოდში სხვადასხვა დანაშაულისათვის ნასამართლები კიდევ ერთი პირი დააკავეს ბათუმში. პოლიციამ ბრალდებულის პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად სარეალიზაციოდ გამზადებული ნარკოტიკული საშუალებები, მეტადონი და გამომშრალი მარიხუანა ნივთმტკიცება დამოიღო. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამართალდამცველების მიერ ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების დაფასვებისათვის საჭირო მასალები, წებოვანი ლენტები და ელექტროსასწორები. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ქუთაისის განახლებული საერთაშორისო აეროპორტის 13 წლის დაბადების დღესთან დაკავშირებით საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ორგანიზებით საიუბილეო კვირეულისადმი მიძღვნილი სხვადასხვა ტიპის ღონისძიებები იმართება. ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტის პარტნიორი ობიექტები 25-31 ოქტომბრის პერიოდში გზავრებს ექსკლუზიურ შეთავაზებებსა და სხვადასხვა სიურპრიზებს უწყობენ. მათ შორისაა ორმხრივი ავიაბილეთების გათამაშება და სხვადასხვა გასართობი პერფორმანსები. ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ამ ეტაპისთვის 7 ავიაკომპანია ევროპისა და აზიის 17 ქვეყნის 32 მიმართულებით ოპერირებს. საერთაშორისო აეროპორტი 13 წლის გახდა. ამ იუბილეს აეროპორტი პარტნიორ კომპანიებთან ერთად მთელი კვირის განმავლობაში აღნიშნავთ. ჩვენ გზავრებს შევთავაზებთ სასიამოვნო სურპრიზებს და სხვადასხვა საინტერესო შეთავაზებებს. ეს არის წარმატების ისტორია, რომელიც სამოქალაქო ავიაციის განვითარებასთან მჭიდროდ არის დაკავშირებული. 13 წლის განმავლობაში ქუთაისის აეროპორტი სრულიად განახლდა, გაფართოვდა 6-ჯერ და თითქმის 8.8 მილიონი გზავრს მოემსახურა. დღეის მდგომარეობით ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე მზარდ აეროპორტს წარმოადგენს. უნდა აღინიშნოს, რომ წელს ველოდებით 1.8 მილიონამდე გზავრს, საშუალოდ COVID პანდემიის შემდეგ გვაქვს დაახლოებით 35%-იანი ზრდა მგზავრთ ნაკადის კუთხით. ხაზგასასმელია ის მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელსაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს თანმიმდევრულად ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში. აქ გამოვყოფდი ახალი ასაფრენ-დასაფრენი ზოლის მშენებლობას, რომლის დასრულების შემდეგ კომას ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი შეძლებს დიდი ბორტების მიღებას.